საერთაშორისო ამბები დავიწყოთ ჩვენი შესავალი და კონკრეტულად სამხრეთ კორეა, რომლის პრეზიდენტსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება ეკრძალა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც წარუმატებელი გამოდგა იუნ სუკ იოლის მცდელობა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა შემოიღო, თუმცა შემდგომში ასევე უშედეგოდ აღმოჩნდა სამხრეთ კორეის ლიდერის გადაყენების მცდელობაც. ვითარება კვლავ დაძაბული რჩება, ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების მეორე მცდელობის დაგეგმვაში ადანაშაულებენ და ხელისუფლებიდან მის ჩამოშორებას აპირებენ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ქმედებების გამო მიღებული ზომების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას მაღალჩინოსნებს შორის კორუფციის გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელმა ოდონ ვონმა აღნიშნა, რომ იუნ სუკ იოლს საზღვარგარეთ გამგზავრება ეკრძალება. აღნიშნული უწყება 2021 წელს იმისთვის შეიქმნა, რომ მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საქმიანობა შეისწავლოს, თუმცა მას ქვეყნის ლიდერის სამართლებრივი დევნის უფლებამოსილება არ გააჩნია და მხოლოდ ისევალება, რომ თავისი მოთხოვნები პროკურატურას გადასცეს. საზღვარგარეთ გამგზავრება იუნ სუკ იოლს მას შემდეგ აეკრძალა, რაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა გასულ სამშაბათს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რაც მან ჩრდილოეთ კორეის ანტისახელმწიფოებრივი ძალების საქმიანობის გააქტიურებით ახსნა. თუმცა საყოველთაო უკმაყოფილების გამო ეს ბრძანება იუნ სუკ იოლმა მისი გამოცემიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ გააუქმა. შაბათს ოპოზიციის მიერ ინიცირებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი შედგა, მაგრამ იუნი თავისი პარტიის წევრების წყალობით გადარჩა, რომლებმაც ამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს. იმპიჩმენტს სამხრეთ კორეის პარლამენტის მხოლოდ 195-მა წევრმა დაუჭირა მხარი, რაც 200-ით ნაკლებია პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმების რაოდენობაზე. ეს არის უკანონო და არაკონსტიტუციური ქმედება, ახალი აჯანყება და სახელმწიფო გადატრიალების მეორე მცდელობა განაცხადა ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პაკ ჩან დემ გენჯისყრის ბოიკოტზე საუბრისას. პოლიტიკური ვითარება მიმდინარე კვირაშიც დაძაბული იქნება სამხრეთ კორეაში, რადგან დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ ამ იმპიჩმენტის განხილვას ის განაახლებს. თავის მხრივ კი პრეზიდენტ იუნის ხალხის ძალაუფლების პარტია ირწმუნება, რომ იპოვიან ისინი უფრო სწორ და პასუხისმგებლიან გზას კრიზისის მოსაგვარებლად. კენჭისყრის დღეს პრეზიდენტმა ასევე ხალხს ბოდიშიც მოუხადა და პირობა დადო, რომ საომარ მდგომარეობას აღარ გამოაცხადებს, თუმცა გადადგომაზე მან ასევე უარი თქვა. სამხრეთ კორეის კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი ითვლება ამ შემთხვევაში მთავრობისა და არმიის ხელმძღვანელად, თუ ის არ გადადგება ან ქმედ უუნა, რომ არ გახდება პრეზიდენტის მხარდამჭერი ხალხის ძალაუფლების პარტიის ზოგიერთი წევრი კი თანახმა არის, რომ იუნი დარჩეს პრეზიდენტად, მაგრამ თავის უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს გადასცეს. ოპოზიციისთვის კი ეს ვარიანტიც მიუღებელი არის. დემოკრატიული პარტიის ლიდერმა მას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე კონსტიტუციის აშკარა დარღვევა უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, ევროკავშირისა და არაბული ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატები იორდანიაში შეიკრიბნენ, რათა სირიაში მიმდინარე მოვლენები განეხილათ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა პრესკონფერენციაც გამართეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ სირიაში ახალი მთავრობის ფორმირება უნდა იყოს ინკლუზიური და პატივისცემ უმცირესობების უფლებებს. სირია იმედის მომცემი, მაგრამ გაურკვეველი მომავლის წინაშე დგას და ამიტომ ჩვენ ყველანი შევთანხმდით იმ პრინციპებზე, რომელიც სირიის ახალმა ხელმძღვანელობამ უნდა დაიცვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. ეს არის სირიის სტაბილურობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ ასევე პატივისცემა უმცირესობების მიმართ, აღნიშნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა. მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთიდან და არაბული ქვეყნებიდან, თუმცა მოლაპარაკებებს არ ესწრებოდა სირიის წარმომადგენელი. კარგი, ამასობაში გადმოვინაცვლოთ ქართულ ამბებზე და სანქციების თემას, რაც ეხება ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისათვის და ამჯერად უკვე სანქციები ქვეყანაში მიმდინარე პროევროპულ აქციებს მოჰყვა, რაც პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას 2028 წლამდე აჩერებს. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით არაერთხელ
დაშალა, დააკავა 400-მდე ადამიანი და მათ დიდ ნაწილს დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქციების პარალელურად კი შეერთებულმა შტატებმა ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება შეაჩერა. ჯამში კი სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები ხელისუფლების 100-ზე მეტ წარმომადგენელს შეეხო. ეს სანქციების პაკეტი 12 დეკემბრით თარიღდება და სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ასევე დაუწესა საქართველოს კიდევ 20-მდე მოქალაქეს, რომელთა შორისაც არიან მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი უწყებებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირები და კერძო მოქალაქეები. წინა შემთხვევების მსგავსად კი უცნობი არის ამ შემთხვევაში სანქციერებულ პირთა ვინაობა. ასევე სავიზო შეზღუდვების გარდა შეერთებულმა შტატებმა უფრო მძიმე ფინანსური ხასიათის სანქციები გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების როგორც ზვიად ხარებაშვილის, ასევე მილერი ლაგაზაურის, ალტინფოს ლიდერების კონსტანტინე მურგოშიასა და ზურაბ მახარაძის მიმართ ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში. სანქციები ეფუძნება მაგნიტსკის აქტს, რომელსაც შეერთებული შტატები ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დამრღვევთა და კორუფციაში ჩართული პირების მიმართ იყენებს. ამ აქტით კი სანქცირებულთა სია საკმაოდ გრძელია და არ შედიან მაგალითად როგორც არის გვატემალას, გვინეის, ზიმბაბვესა და რუსეთის მაღალჩინოსნებიც. აი რაც შეეხება უკვე სავიზო შეზღუდვებს, ვიზასთან დაკავშირებით შეზღუდვები შეერთებულ შტატებს დაწესებული აქვს ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მაღალჩინოსნებისთვის, ასევე რუსი მაღალჩინოსნებისთვის უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო და მათ შორის უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციისათვის. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს სავიზო შეზღუდვები გარდა ამისა დაწესებული აქვს ირანელი მაღალჩინოსნებისთვისაც და აქაც ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. სანქციების თემას გავყვეთ. გერმანული გამოცემა შპიგელის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური მთავრობა ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების შესაძლო დაწესების მომხრეა. მედიის ცნობით, გერმანიის ევროპის სახელმწიფო მინისტრი ანა ლიულმანი ამ საკითხს ევროპულ კოლეგებთან ერთად ორშაბათს, ანუ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავს. საქმე ისაა, რომ კრემლთან დაახლოებული მთავრობის წინააღმდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში პროევროპული დემონსტრაციები რამდენიმე კვირა მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ძალადობრივი გზები გამოიყენა, უკითხულობთ სტატიაში. სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ეჭვები არსებობს. გამოცემა ასევე ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე დააწესა სავიზო სანქციები 20-მდე მაღალჩინოსანზე და არ არის გამორიცხული, რომ ორშაბათს ევროკავშირი იმავე კურსს აირჩევს. სტატიაში ასევე განხილულია უნგრეთის წინააღმდეგობა საქართველოს დასანქცირებაზე და ევროკავშირის გეგმა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა სანქციების საკითხი უკვე წამოჭრა, თუმცა პროექტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების სრულ ერთსრულოვნებას მოითხოვს და არის შანსი უნგრეთის მთავრობა მის დაბლოკოს. როგორც დიპლომატიურ წრეებში აღნიშნავენ, ამ შემთხვევაში სანქციების მომხრეთა კოალიცია ჩამოყალიბდება. აღნიშნულია სტატიაში. მედიის ცნობით, კოალიცია მხარს ინდივიდუალურ სანქციებს დაუჭერს, რომლებიც მთავრობის კონკრეტული მაღალჩინოსნებისთვის იქნება გამოყენებული და მათკენ მიმართული. მიზანია, რომ მოსახლეობას არავითარი პრობლემა არ შეექმნას. გერმანული გამოცემის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ვიქტორ ორბანი სანქციებს დაბლოკავს, ევროკავშირი მის გარეშე იმოქმედებს. ამის თაობაზე გერმანულ მხარეს საუბარი ვეიმარის სამკუთხედის ქვეყნების შემთხვევაში აქვს პოლონეთის და საფრანგეთის ლიდერებთან ერთად. შეხვედრის შემდეგ სამმა ქვეყანამ ერთობლივად დაგმო საქართველოს ხელისუფლების ქმედებები. შპიგელის ინფორმაციით, ვეიმარის სამკუთხედის სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის დაკავებული წევრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც ითხოვს. ამასობაში კი გუშინდელი დღიდან მოვისმინეთ, რომ ესტონეთმა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები და მათ შორის პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახეძეს. ამის შესახებ უკვე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაკნა სოციალურ ქსელში წერს. საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის დანაშაული და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებთ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ, წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მანამდე კი ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს საქართველოს იმ მოქალაქეთა სია, რომლებსაც მათ ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ. მიმდინარე მოვლენების საერთაშორისო სანქციების შეფასებების ნაძვის ხის ანთება ვერანთების პარალელურად ქართულ მოუწნებამ საქართველოს პრეზიდენტი აირჩია. პრეზიდენტის არჩევნებში, სადაც მხოლოდ მიხეილ ყავილაშვილის კანდიდატურა იყო წარდგენილი, მიხეილ ყავილაშვილმა გაიმარჯვა. ქართული ოცნების მსგავსად არჩევნების შემდეგ მიხეილ ყავილაშვილმაც მხოლოდ რამდენიმე ლიდერის მილოცვა მიიღო, მათ შორის იყო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გულმხურვალედ ულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, სომხეთი მოუთმენლად ელის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა დონეზე, წარმატებებს უსურებ მას ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე დაწერა ფაშინიანმა. ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გამოეხმაურა ამ არჩევნებს, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ემყარება ჩვენი ხალხების ნებას, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ატმოსფეროში, ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აგებულია ასე ძლიერ საფუძვლებზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, ახლა სრულყოფილად და წარმატებით გავითარდება, წერია ალიევის მისალოდ წერილში. გარდა ამისა, მიხეილ ყაველაშვილმა მილოცვა მიიღო ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსგანაც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობის აღდგენა ხელს შეუწყობს ბელარუსიისა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენი გეგმების წარმატებულ განხორციელებას და ახალ მიღწევებს თქვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ ნათქვამი არის ლუკაშენკოს მილოცვაში. და ასევე მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩიც. გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას და გულწრფელად გისურვებთ წარმატებით და წინდა ხედულად შეასრულოთ საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობები, რომლებიც გაკისრიათ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისადმი თქვენი დაუღალავი ერთგულებით გაამართლებთ თქვენს მიმართ გამოვლენილ ნდობას. იმედი მაქვს, რომ თქვენი მანდატი ახალ შესაძლებლობებს მოუტანს სერბეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, ამიტომ გეპატიჟებით ეწვიოთ მეგობრულ სერბეთს, რაც დამატებით იმპულსს შექმნის ჩვენი საერთო ურთიერთობების განმტკიცებისათვის, წერია მილოცვაში. ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე კონგრესმენი ჯო ვილსონი კი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება. მან ამის თაობაზე X-ზე დაწერა, სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მე მივესალმები მის გამბედაობას, რადგან ის ეწინააღმდეგება არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ცდილობს ქართველებს რუსი მარიონეტული პრეზიდენტი მოახვიოს თავს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, დაწერა კონგრესმენმა. კარგი, კიდევ რამდენიმე ამბავი გვაქვს თქვენთვის გასაზიარებელი, ასევე რამდენიმე სიუჟეტი საქმეინდილას პირველ ნაწილში, იქამდე კი მოგიყვებით თუ როგორ შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ქართულმა ოცნებამ ადმინისტრაციულ სამართალდამხვევთა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით. მაგალითად, თუ მძღოლები პროტესტს მსვლელობით უერთდებიან და პოლიციამ ჩათვალა, რომ ამით ტრანსპორტის მოძრაობა ფერხდება, მძღოლი ამ შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდება და თან 1 წლით მართვის უფლება ჩამოერთმევა. მეორე ცვლილება გახლავთ, რომ საპროტესტო სტენსილის წარწერებისა თუ პლაკატის უნებართოდ განთავსება ქალაქის იერსახის დაზიანებისათვის ამ შემთხვევაში ჯარიმა ითვალისწინებს 50 ლარიდან 1000 ლარამდე ზრდას. თუ აქციისას ასევე გზა გადაიკეტა, მაგრამ პოლიციამ ჩათვალა, რომ გზის გადასაკეტად საკმარისი ხალხი არ არის, ყველას დაჯარიმებას შეძლებს ამ შემთხვევაში 5000 ლარით, აქამდე ჯარიმის ოდენობა იყო 500 ლარი. ხოლო ყველაზე აქტიური აქციის მონაწილე ორგანიზატორად თუ მიიჩნევა, მისთვის დაკისრებული ჯარიმა 15000 ლარი იქნება, აქამდე ეს თანხა 5000 ლარს უდრიდა. ეს წესი ამ შემთხვევაში ვრცელდება შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევაზეც და მათ შორის შენობების შესასვლელების ბლოკირებაზე და ასევე ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე. კიდევ ერთი ცვლილება ეხება აქციაზე პიროტექნიკით ყოფნას, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოყენება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარით. თუ ჩაითვალა ამ შემთხვევაში, რომ ეს ორგანიზებული ფორმით არის გაკეთებული, მაშინ ცხადია ორგანიზატორი კანონით დაისჯება და 15000 ლარით დაჯარიმდება. ასევე ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იყოს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც. მეხუთე და კიდევ ერთი ცვლილება ეხება აქციაზე ლაზერული გამოსხივების ან ამ შემთხვევაში მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალებების ქონას, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას, რაც ამ შემთხვევაში გამოიწვევს 2000 ლარიან ჯარიმას.
კიდევ არის მაგალითად სახის ნიღბიდან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა გამოიწვევს 2000 ლარიან ჯარიმას. მეშვიდე ამ შემთხვევაში ცვლილება თუ არასრულწლოვანი აქციაზე 173 მუხლის პოლიციის კანონიერი მოთხოვნისანი დაუმორჩილებლობისთვის დამნაშავედ მიიჩნიეს. მის მშობელსაც დააჯერიმებენ, ჯარიმა 100-დან 300 ლარამდე იქნება. დაკავების საფუძვლებს ასევე დაემატა პრევენციული დაკავება, ანუ თუ პირს ადრე აქვს ჩადენილი სამართალ დარღვევა, პოლიციამ შეიძლება ივარაუდოს, რომ კიდევ ჩაიდენს დარღვევას და ვარაუდი საფუძველზე დააკავოს. პირი ასევე შეიძლება დააკავონ მხოლოდ იმის გამო, რომ სასამართლოში მიიყვანონ, მიუხედავად იმისა, თავად უარს ამბობს თუ არა მისვლაზე. ამ საფუძვლით პოლიციას მაშინაც შეუძლია დააკავოს პირი, თუ სასამართლოში ჯერ საერთოდ არ არის საქმე შეტანილი. ამავე საფუძვლებით ნებადართული გახდა პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. ეს ყველაფერი კი ქართულ მოცნებამ 9 დღეში მოიფიქრა, განახორციელა და გააფუჭა. კიდევ ერთ საინტერესო კვლევაზე მინდა რომ გადავიდეთ და თქვენი ყურადღება შევაჩეროთ, რომელიც IPM-მა ჩაატარა, რომლის შედეგებიც აჩვენებს, რომ მოსახლეობის 65% მხარს უჭერს საპროტესტო აქციებს, ხოლო 28% არ უჭერს. ამ შემთხვევაში 7% არის, რომელმაც არ იცის ან უარს ამბობს შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისათვის. აღსანიშნავია აქვე ისიც, რომ 18-დან 34 წლის ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტი უფრო მაღალი არის და ამ ასაკობრივ კატეგორიაში 76% უჭერს მხარს აქციებს. რაც შეეხება 35-დან 54 წლამდე ასაკობრივ ჭრილში აქციების მხარდაჭერა 60%-იანია და 55 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში კი 58%-ში ადგენს. IPM კვლევების მიერ ასევე სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა ამ შემთხვევაში მთელი საქართველოს მასშტაბით 3-დან 12 დეკემბრის ინტერვალში და გამოიკითხა 18 წლის ასაკზე მეტი ადამიანები 1600 მოქალაქე ჯამში და კვლევის ცდომილებმა ამ შემთხვევაში 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება დაახლოებით +-2.5%-ს. ასევე IPM-ის კვლევის მიხედვით, რომელიც მათ BMG-ს მიეწოდეს, ყველაზე მეტმა გამოკითხულმა აქციების მხარდაჭერის მიზეზად ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება და ასახელა შედეგები ასე გადანაწილდა 33% ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება, 25% მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკა, 20% გაყალბებული არჩევნები, 20% პოლიციის და ძალოვანი უწყებების მხრიდან ძალის გადამეტება, რეპრესიები. კვლევაში კიდევ ერთი მიგნება გამოკითხულთა 50% ქართული ოცნების პოლიტიკას პრორუსულად მიიჩნევს, 17% თვლის, რომ პროდასავლურია, ხოლო 32%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე. ასაკობრივ ჭრილში ყველაზე მეტი ნაწილი 65% ქართული ოცნების პოლიტიკას პრორუსულად 18-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მიიჩნევს, 35-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში მსგავსი პოზიცია 47%-ს აქვს, ხოლო 55 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში 39%-ს. გუშინ 15 დეკემბრის ბიზნესის კვირეულიც ისევე როგორც მისი წინა ეთერი და ახსოვს ეს ჩვენს საქმიან მაყურებლებს ბიზნესმენებსა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას დაეთმო. ძალიან ბევრი საინტერესო განცხადება გაკეთდა და კონკრეტული ინიციატივებიც წამოვიდა ბიზნესის მხრიდან. ასევე შედგა პრეზენტაცია, ვინც გუშინ თვალყურს ადევნებდა ბიზნესის კვირეულის ეთერს პლატფორმის freebusiness.gym. ასევე ქვია ახალ პლატფორმას, რომელიც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო შეიქმნა. იდეის ავტორი ამ შემთხვევაში გახლავთ ბიზნესმენი გიორგი ჩუგოშვილი. ამ ბიზნესმენები, ვინც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების დეესკალაციის გზა ახალი არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ახალ წლამდე გათავისუფლებაში არის, შეუძლიათ რომ დარეგისტრირდნენ ამ პლატფორმაზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. თუ როგორ მუშაობს და იმუშაობს ეს პლატფორმა, იდეის ავტორმა და შემქმნელმა გიორგი ჩუგოშვილმა დეტალურად განმარტა გუშინ ბიზნესის კვირეულის ეთერში და აქვე მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 10:30-ისთვის გიორგი ჩუგოშვილს BMG სტუდიაში ველით და უკვე გაგვიახლებს თუ რა ვითარება არის ამ დროისათვის პლატფორმაზე, რამდენი ბიზნესი დაემატა და როგორი არის ამ დროისთვის შედეგები. ახლა კი თავად გიორგი ჩუგოშვილს მოვუსმინოთ იდეის ავტორს. ამ პლატფორმის ჭრილში ჩვენ გვინდა რომ ამ განცხადებას რომელი ბიზნესებიც უერთდებიან, მათ კონდეთ საშუალება რომ მოითხოვონ შეერთება. რა თქმა უნდა, ახლა სხვის ბიზნესს ვერ შეუერთებ, ამიტომ მოხდება რაღაცნაირად გადამოწმება და მხოლოდ შემდეგ განთავსდება ეს ინფორმაცია, რომელი ბიზნესები უერთდებიან ამ პლატფორმას და ასევე ექნება მეორე ფუნქციონალი, რომელიც იქნება რომ ხალხმა მოითხოვოს
რომელიღაცა ბიზნესების მიერ მათი პოზიციის დაფიქსირება. ხო, ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ ადამიანებს ძალიან აინტერესებს, რომ მე მივდივარ და ვარ ამ კომპანიის ერთგული მომხმარებელი. ხო, მე მაინტერესებს, სად დგას ეს ორგანიზაცია. და შემდეგ უკვე როდესაც ვნახავთ ანალიტიკაში, რომელ კომპანიებს ზე ითხოვს ხალხი, რომ დაფიქსირდეს მათი პოზიცია. ესეც გამოჩნდება. კი, ესეც გამოჩნდება, რომელ კომპანიებზე ითხოვენ, იქ იქნება რომ პოზიცია არ აქვს, იქნება სამი განყოფილება, ვინც შეუერთდა ამ მოწოდებას, მეორე იქნება ვისაც ხალხი ითხოვს პოზიციას, მაგრამ ჯერ არ დაფიქსირებულა და მესამე იქნება რომ დააფიქსირა მისი პოზიცია და არ უნდა ადამიანების გამოშვება, არ უნდა ახალი არჩევნები. ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა და მოვლენებმა კიდევ ერთ პლატფორმის შექმნის იდეას ჩაუყარა საფუძველი. ყველა იმ სტარტაპს თუ მცირე ბიზნესს, რომელიც გამოეყო თბილისის მერის საახალწლო ღონისძიებებს, ჩვენს ვებსაიტზე შევუქმნით ცალკე გვერდს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პლატფორმა ერთობით ჯის თანადამფუძნებელი ნიკა მარღანი აწერს. ამ ინიციატივით კი გამოეხმაურა ის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის ინიციატივა საახალწლო საჩუქრები შევიძინოთ მხოლოდ იმ ბიზნესებისგან, ვინც პროევროპულ აქციებს მხარს უჭერს და უარს აცხადებს საშობაო სოფელში მონაწილეობაზე. მეგობრებო, მინდა გაგაცნოთ ძალიან მაგარი ინიციატივა, რომელსაც მეც ვუერთდები. ერთობით ჯიმ გადავწყვეტეთ ჩვენი მხრიდან დავეხმაროთ ამ ადამიანებს, როგორც ისინი იჩენენ მხარდაჭერას ჩვენდამი, ამიტომ ყველა ის სტარტაპი თუ მცირე ბიზნესი, რომელიც გამოეყო თბილისის მერის საახალწლო ღონისძიებებს, ჩვენს ვებსაიტზე შევუქმნით ცალკე გვერდს, სადაც თქვენ შეძლებთ ნახოთ მათ შესახებ ინფორმაცია და სურვილისამებრ შეიძინოთ მათი პროდუქცია. ვისაც მოგეპოვებათ მსგავს სტარტაპ კომპანიებზე ინფორმაცია გთხოვთ გამოგვიგზავნოთ, რომ უფრო ეფექტურად შევძლოთ მათი დახმარება. ჩვენ ერთად შევქმნით ციფრული საახალწლო ბაზრობას და გავულამაზებთ ამ რთულ დღეებში ჩვენს საყვარელ ადამიანებს საახალწლო ღამეს. წერს ამ შემთხვევაში ნიკა მარღანი.